ერთი კვირის განმავლობაში დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე შეუჩერებლად ვმუშაობდი. გადავწყვიტე ისეთი ჩანთა დამემზადებია, რომელიც ჩემს კოლექციაში სრულიად განსხვავებული და გრანდიოზული იქნებოდა. ჩანთის ძირზე განსხვავებული ტექნიკით ვიმუშავე და შესაბამისად ჩანთას სპეციალურად გამყარებული ძირი აქვს. ძირის შემდეგ კი დავიწყე ჩანთის გვერდების გაკეთება, რომელიც იმდენად რთული და იმდენად შრომანტევადი იყო, რომ ფაქტობრივად დაუსრულებელ პროცესად გადაიქცა. ამდენი ქსოვისას, რა თქმა უნდა, თითებიც დამესერა, მაგრამ არაუშავს მგონი ნამუშევარი ამად ღირდა. ჩანთის გვერდების ამოყვანის შემდეგ ჩანთის სახელურისა და თავის დამზადებაზე გადავედი. მაგრამ საერთოდ სრულიად განსხვავებული ეტაპი არის ჩანთის სარჩული, რომელიც ასეთი ხავერდის ქსოვილით დავამზადე. სარჩული დამზადებულია სპეციალური ტექნიკით და არის მყარი. სარჩული იდეალურად არის მორგებული მთელს ჩანთაზე და როგორც ხედავთ, ყველა ეტაპი და ყველა დეტალი ჩემს ხელში გადის. აი ასეთია სარჩულის შიდა მხარე. ჩანთას რა თქმა უნდა გრძელი სახელურიც გავუკეთე, საბოლოო შედეგი კი ასეთი გამოვიდა. თქვენი სასურველი ფერის შეკვეთისთვის კი მომწერეთ. ეს ჩანთა სპეციალური შეკვეთით დამზადდა. ჩანთა ძალიან ტევადია და მასში უამრავი ნივთით ავსდება, მათ შორის პლანშეტი, საფულე და ასე შემდეგ.